30 აპრილს კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრი და ქართული ოცნების კოორდინატორი გურიის რეგიონში დავით ბერძენიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაბლაციხის, ბუკისციხის, გოგოლეს უბნის მოსახლეობას შეხვდა და ქართული ოცნების მიზნებსა და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. ეს არის მეხუთე შეხვედრა, რასაც მე დღეს ჩოხატაურის რაიონში ვატარებ. მოხდა შეხვედრა იყო ყველაზე ხალხმრავალი. ძირითადი საკითხები, რაც ხალხს აინტერესებს, არის როგორ ვაპირებ ჯანდაცვის პროგრამის შესრულებას, რა გვაქვს სიახლე. როცა მე მათ მოუყევი, რომ ჩვენი კონცეფცია ეს არის, რომ უნდა გავორმაგდეს ჯანდაცვის ბიუჯეტი და 400 მილიონის ნაცვლად 800 მილიონზე ცოტა მეტი უნდა იყოს და ძირითადი მიდგომა არის დაზღვევა ყველას, შვილი ბავშვიდან დაწყებული, ღრმა მოხუცი დამთავრებული, ამ შეხვედრაზეც და ყველა სხვა შეხვედრაზეც, რაც მე ლანჩხუთში მქონდა, ოზურგეთში მქონდა, დღეს ჩოხატაურის შეხვედრები მქონდა, ეს ყველგან მოწონებას იმსახურებს, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხვდება ადამიანი, რომ თუ იქნება ყველა ადამიანი დაზღვეული, თუ მას უწამლობით არ ემუქრება ჯანმრთელობის გაუარესება, უოპერაციობით სიცოცხლის საფრთხე არ ექნება, უნებრივია ის არის კმაყოფილი. მეორე პრიორიტეტი, რაზეც ჩვენ საუბრობდით, ეს არის განათლება, ეს არის ქართული ოცნების პროგრამაში, მასწავლებელი უნდა იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური კონიუნქტურისგან. და განსაკუთრებული ინტერესი ამ შეხვედრაზე იყო სოფლის მეურნეობის მიმართ 1 მილიარდი უნდა ჩაიდოს სოფლის მეურნეობაში, უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, დამსაქმებელი და დასაქმებული, ძალიან გრძელვადიანი, ძალიან დაბალპროცენტიანი, პრაქტიკულად უპროცენტო ინფლაციის გათვალისწინებით კრედიტი უნდა გაიცეს და ეს მიდგომები გვაქვს სწორედ ჩვენ. ძალიან ბევრ ადამიანს დაბლაციხეშიც და გურიის პრაქტიკულად ნებისმიერ სოფელში აქვს მიწა, რომელსაც ვერ იყენებს. ხელისუფლების წინასაარჩევნო ვაუჩერები სამარცხვინოა და ამიტომ ჩვენი მიდგომა ასეთი არის, რომ ადამიანებს შეეძლოთ აიღონ კრედიტი, რომლის დაბრუნება დაიწყება მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები უკვე მოსავალს მოიწევენ და შემოსავალი გაუჩნდებათ. ზოგი იქნება საოჯახო ბიზნესი, ოჯახის წევრები იქნება დასაქმებული და ის გადასახადის გადამხდელი გახდება. ზოგი იქნება უფრო მსხვილი და შეიქმნება უკვე მოზრდილი ეკონომიკური სტრუქტურები, სადაც 5, 10, 15, 50 ადამიანი იქნება დასაქმებული. ძალიან მომწონს პრიორიტეტი, რომელიც განსაკუთრებით სოფლის მეურნეობა. იმიტომ სოფელში ცხოვრობ, შვილები მყავს, ახალგაზრდებია, დასაქმება მინდა და დავასაქმოთ ეს შვილები ყველა ხო სახელმწიფო სამსახურში არ იქნება, იყოს სესხებზე, ამიტომ გავამახვილე მეც ყურადღება ამ სესხებზე. კოალიციიდან ველოდები, რომ როგორმე გაიმარჯვონ და როგორმე ეს მიშა აღარ იყოს ამ ქვეყანაზე რა. და შედეგი, რას ფიქრობთ, რას მოუტანს ახალი ხელისუფლება? ახალი ხელისუფლება, რა ვიცი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, ასეთი იმედი მაქვს, რომ სოფლის მეურნეობას ააყენებს.